საღამომშვიდობისა, ეთერშია გადაცემა ყვითელი ყუთი და დღეს ჩემი სტუმარია მიხეილ საგარელი. მოგესალმებით ბატონო მიხეილი. როგორ გძანდებით? მადლობთ, ხო კარგად თავად? მადლობ, დავძანდით. მადლობთ. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ და მენდეთ და მოხვედით იმ თემებზე სასაუბროთ, რომლებზედაც სხვა გადაცემებში არ გისაუბრიათ, ხო ასეა? კი, მშვილდოსანთან ყოველთვის სასიაოვნო ესეთ თემებზე საუბარი. ძალიან მიხარია. მაშინ დავიწყოთ, ოღონდ სანამ დავიწყებდეთ, მე ჩვენი თამაშის წესებს გაგაცნობთ. თამაშის დაწყებისთანავე თქვენ ხართ 1000 ლარის მფლობელი. ამ თანხას შეინარჩუნებთ თუ გაზრდით, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გულწრფელი იქნებით ჩემთან. ეცდები. ყოველი სწორი თუ არასწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ გემატებათ ან გააკლდებათ თანხა 200 ლარის ოდენობით. დიახ. თქვენი ცხოვრების დღემდე გაუხმაურებელი დეტალები ჩვენს ვირტუალურ ყვითელ ყუთშია მოთავსებული. და ბოლოს, თუ კი გეყოფათ გამბედაობა, გაგვიმჟღავნოთ თქვენი ცხოვრების აქამდე საიდუმლოდ შენახული ისტორია, რომელიც აი ამ ყვითელ ყუთშია მოთავსებული, საკმაოდ სოლიდური თანხის მფლობელი გახდებით. თუ არა და მოგიწერთ იმ დავალების შესრულება, რომელიც მეორე ყუთშია მოთავსებული. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავი აარიდოთ ამ შეკითხვას და მაშინ შეასრულებთ ჩვენს დავალებას. თანახმახარ? გასაგებია, თანახმა ვარ. ყველაზე მძაფრად კოსმოსთან კავშირს გრძნობ მაშინ, როცა ვარ ბუნებაში. პატარაობაში, სოხუმში ცხოვრობდი, ჩვენ მაშინ იქ ვარ დაბადებული, მქონდა მშვენიერი ეზო და სიამოვნებით უყურებდი ცას, იმიტომ რომ ცა იყო არანახული, მოჭედილი ვარსკვლავებით. სიამოვნებით უყურებდი და კითხვები ჩდებოდა თავისთავად, ხო, რომ რა არის ვარსკვლავი, რა ანათებს, როგორ ანათებს, რატოა ზოგი რო ვარდება, ზოგი ჩერდება, რა არის მთვარე, გამოჩდება, გადიდდება, მერე გაქრება, სად მიდის, რა ხდება, საერთოდ იქ არის რამე სამყარო, ვინმე ცხოვრობს, რა ხდება, მარტო ჩვენ ვართ, თუ კიდე რაღაც არსებობს. ეს კითხვები სულ მომძრავებდა და მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაღაცა სამყარო რო იყო ჩვენს გარდა, ამას გრძნობდი. სულ მქონდა ესეთი იდეა ფიქსი, რომ არა, რაღაცა ესე არ არის, რაღაც არის, რაც ჩვენ არ ვიცით. ძალიან მიყვარს კონტაქტი მიწასთან, მით უმეტეს როცა ახალი ამოსული ბალახია, იმას თავის სურნელი აქვს. და როცა ვარ სამყაროსთან და იქ 4 სტიქი ამუშავებს, წყალია სადმე გვერდით, მზე არის, ქარი გვიქიქინებს, მიწა წყალი, ჰაერი ცეცხლი, 4-ვე სტიქი ამუშავებს და იქ რო ხდები, აი მაშინ გრძნობ, რომ ვარ მე და არის სამყარო და ვართ ერთიანი. დიდი სულიერი ოსტატი ოშო რაჯნიში იყო ჩემი მასწავლებელი და მახსოვს რომ პირველად როცა ლოტოსის პოზაში დამსვლა და ზუსტად მინდორველში ვიყავით გასულები აი ეს პირველი შეგრძნება მახსოვს რომ ჭიპის ქვეშ 5 სანტიმეტრში დაიწყო პულსაცია და ვიგრძენი რაღაც საოცარი სურნელი და აი მაშინ ცოტა შევწვი და რომ იგრძნო მან რომ რაღაცამ შემაწუხა რა ხდებაო შენს თავს მკითხე მედიტაციის დროს ხდებოდა მეოთხარი რაღაც პულსაცია უჩვეულო რომელსაც მე ადრე არ გრძნობდი და რაღაც სურნელი მესმის და არ ვიცი რა ხდება თქო და მე გეტყვიო უფალი მოვიდა შენთან მესმისი სურნელიაო მან დაგიკაკუნაო მიიღე გაუღე კარებიო ეს იყო ჩემთვის პირველი შოკური მდგომარეობა. მაგრამ მე როცა ვიგრძნე ეს საოცარი ენერგიის შემოსვლა, რომელიც შემოდის ამ დროს და შიდა ტრანსი რო გეწყება, ეს საოცარი ესეთ რა გზნობაა, როდესაც შენ აქ ხარ ამ სამყაროში და ამ დროდ არ ხარ და შენ ხარ ერთი და მთლიანი სამყაროსთან. ეს ყოველთვის ადამიანს არ აქვს, ეს ყოველთ მედიტაციური ტექნიკის დროს ხდება, როცა შენ და სამყარო ერთ რიტმში სუნთქავთ. აი ეს მომენტია და ეს ხდება მხოლოდ ბუნებაში. თუ რაიმე სიბინძურე მივიღე დაუშვათ გარე სამყაროდან ცუდი თვალი არა ეს ყველაფერი ილექება მიდის მიწაში. ჰარმონია რო იპოვოს ადამიანმა საკუთარ თავთან არის ძალიან მარტივი რეცეპტი რომელიც ყველას ძალიან უჭირს. ამ დროს არის ძალიან ელემენტარული. ეს არის ზომიერების წერტილის პოვნა ყველგან და ყველაფერში. ზომიერება თუ დაკარგეთ და უკიდურესობებში გადავარდით, კოსმოსი აუცილებლად დაგჯით. ეს კანონია კოსმოსის და ამას მე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები. ბავშვობაში ვიცი რომ ძალიან ისეთი ძლიერი იყავით ხო ფიზიკურად და საკმაოდ შარიანი ესე ვთქვათ აგრესიული
სულ რაღაცა ჭხუბებში, ხო? კი, იყო ეს მომენტი. აი ამ საქციელებით გოგოებსაც ხომ არ ეპრანჭებოდით, იმიტომ რომ ზოგს მოწონს ახლა რაღაც ასაკში ესეთი ბიჭები. მოჭხუბარი. მე ვიცი რომ მე-9 კლასელი ბიჭი გყავთ გალახული მე-5 კლასელს. მაგრამ ეს სხვა მომენტი ხდება. მე არასოდეს არ ვაპირებდი დაუშვათ გაბრანჭვის მომენტს, იმით რომ ვიღაცა გამელახა და ამისთვის მეჩვენებინა გოგოსთვის რომ რა მაგარია ეს მომენტი არა. მოხდა ის რომ დაუშვათ წარმოვიდგინე ახლა ესე დროს ეკა, შენ ეპრანჭები გოგონას ერთად მიდიხარ და ზევიდან მეორე სართულიდან ვიღაცა მე-9 კლასელი გაფურთხებს. უკითხე რა ხდება, რატო? რა შეა საქმე? როცა ეკედან შემაგინა, აი გოგო გადაიკეტა. მე არ მახსოვს არაფერი, მახსოვს უბრალოდ ის რომ ვახჩობდი. აი ეს მახსოვს, რომ დავაგდე, იმას ვახჩობდი და მე პედაგოგები რო არ ჩარეულიყვნენ, თუნდაც დამთავრდებოდა, იმიტომ რომ მასე მე დაახლოებით 3 კაცი მყავს რეანიმაციაში გაგზავნილი. რას ლაპარაკობ? თავის დროზე და ამიტომაც ერთი პერიოდი ჩემი გაგდება უნდათ კიდე სკოლიდან. ესეთი მომენტები იყო და მე ჩავფიქრდი, რას უყოლია, ხო დავსვიკითხა რომ რატო? რა შეასაკ, ასე თუ გავაგზავნეთ, თუნდაც დავამთავრებ. და რა ქენით ამისთვის, რომ ეს მოგეთო კაცი? მე გავაკეთე ყველაფერი ამისთვის, ანუ გეკონტროლებინათ, ანუ ეს. მე უკვე აქ მივხვდი რომ საჭიროა სხვა სტილის ცხოვრების დაწყება. ვიპოვე პიროვნება, რომელსაც მე მასწავლა იოგა სისტემის ვარდიშები. და ეს ენერგია სხვაგან დავიწყე ფლობა საკუთარი თავის, საკუთარი ემოციის იოგა სისტემა, იმიტომ რომ ძალიან ამშვიდობს ნერვულ სისტემას, აძლიერებს ნების ყოფას და კონტროლი გიადვილდება. მუსიკაც დაგეხმარათ ალბათ, როგორ შემოვიდა მუსიკა? მუსიკა რასაკურე საერთოდ მე ყველას ვეუბნები, შემოგარგებო თავს თუ ცუდად გრძნობ და გრძნობ თუ რაღაც პრობლემა გაქვთ, ხო? აუცილებლად თუ გაქვთ საშუალება დაუკარეთ რაღაცა, იმიტომ რომ აქ ჰანგებია და ბგერას ვიბრაცია აქვს. და სხვა შორის ინდოეთში მე მასწავლის რომ არის ცალკე სისტემა манტრა იოგა, რომელიც ბგერის იოგასთან არის დაკავშირებული და ბგერის მეშვეობით შეიძლება ამა თუ ენერგოცენტრების დამშვიდება და წესრიგში მოყვანა. და თქვენს მუსიკოსობაზე რას მომიყვებით? ნუ რა გითხრათ, მე ერთი პერიოდი აქტიური ვიყავი, სერიოზულად მქონდა ამ საქმეში, ვიყავი კიდე ჩართული და ნუ დღემდეც მოდის, იმიტომ რომ მუსიკის გარეშე აზრი არ აქვს, სხვა შორის ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ აი დავუშვათ თუ დავიძაბე ცხოვრება, ნუ ხა ისეთია რომ რაღაცა დაგძაბავს, მოხვედი სახლში, ხო? ემის გარდა რომ მე შემოლა დავუშვათ იოგა სისტემით ვივარჯვას შემო, აუცილებლად მე რაღაცას დაუკრავ. ან რაღაცას მოусმენ. დაუკრავთ გიტარაზე უკრავთ. ზოგჯერ ხო, ჩემთვის რაღაცას. არა, ეხა მე უბრალოდ რამდენი წელი ახლა. არა, ჩემთვის რამ ექსპრომტად. სახში, არა, ექსპრომტის. არა, ჩემთვის უბრალოდ ეხა ეს არ არის პროფესიონალური დონე, რომ ეხა საზოგადოებას. მაინტერესებს, არასოდეს მომისმენია. არც არის ალბათ. სად არის გიტარა მომიტანე? აი, მოკლედ დიდი ხნის წინ იყო ეს ამბები ყველაფერი ჩემო კარგო, ამიტომ მომიტევეთ ახლა მე და ასე გამოსვლა. მოკლედ გავიხსენოთ ახლა ერთ რაღაცას, კარგი ხალია. ესეთი რაღაცები აღარ მიმღერია, მაგრამ ნუ მოდი ვნახოთ, მოვსინჯოთ. Lasciamo en son elaborare te Rinaturissaro un giorno libere Lasciamo en son elaborare te Viamo isnare giorno libere Lasciamo en solo Bionare un giorno liorare questo liore Vedo why you went to you Bangiorno bionare questo bio te ძალიან ტკბილად ვერიფად მადლობა. დიდი მადლობა. ესე ზოგჯერ ვიღინებ ჩემთვის სახლში და ძალიან სასიამოვნო დაძაბული დღის შემდგომ.
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ თქვენ აქტიური ჰიპი იყავით 70-იან წლებში. და ახლა თქვენ რომ მიყურებდა ასეთი მე არ ვიყავი ნამდვილად, იმიტომ რომ მაშინ მას ჰქონდა გრძელიც, აქ ჰქონდა ესეთი ლენტი, ჰიპების მთავარი ჯინსი იყო ზოლიანი და არაჩვეულებრივი მარტო. ვწერდით ხოლმე ბოლოებში კიდე ამ შარულებს ეს მოდაში იყო, მაგრამ ნუ აქ ახლა გავლა ასეთი იმით ძალიან რთული მომენტი იყო. ეს იწვევდა რაღაცა რეაქციას. იწვევდა რეაქციას, აგრესიას, რასაკვირველია, ეგ ვისი შვილი ხარ და სად გაიზარდა და ეს მომენტები რასაკვირველია იყო და გასაგები იყო ესეც ახლა მაშინას მაინც ჩვენთან ძიმეთ შემოდის. თუმცა ეს მაშინ ახლა ესეთი როკ მუსიკა და ესეთი რაღაც სად იყო, ვინ დაგაკვრევინებდა ესეთ რაღაცეებს და ამიტომ წვალობდით. და დავსვათ პირველი შეკითხვა. აბა? გაიხსენეთ ადამიანი, რომლის სახელითაც ისარგებლა თქვენმა ჯგუფმა მოსკოვის მუსიკალურ ფესტივალზე ინგლისურენოვანი სიმღერის გასაჟღერებლად. მაშინ ინგლისურ ენაზე სიმღერა დიდი ის იყო, ხო? გაუთავებელი სიმღერები კომკავშირზე, პარტიაზე, რომელიც მაშინ იყო, აღარ გვინდოდა. და რა უნდა გვექნა და მაშინ მახსოვს რომ მე მოვიფიქრე ესეთი რამე. ანჯელა დევისი იყო ესეთი ამერიკის კომპარტიის წევრი, ზანგთა, თქვათ, უფლებებისთვის მებრძოლი ქალბატონი. ერთი კარგი ჰიტი იყო ესეთი სერიოზული, კაი საინტერესო კომპოზიცია იყო როკ-ენ-როლის სტილში და მეუთხარი ამას ახლა მე ტექსტს მოვიფიქრებ. მოგხსენებთ ცენზურა იყო იქ მთელი კომკავშირიდან საზოგადოება აბა გონა გაესინჯათ რა. გაეშიფროთ რა. როგორ რანაირად ნახეს ყველაფერი, ნუ რასი ანჯელა დევისი. ვერა რასი, ნუ კი ეს არ მოეწონა ცოტა რომ რაღაცა ძალიან ესეთი ჯაგი-ჯუგი და რაღაცა ძალიან ესეთი კომპოზიცია, მაგრამ ნუ ანჯელა დევისია და თან სიტყვები ბრძოლა. აი ესე გაგვივიდა ეს ამბავი, მაგრამ ყველა იყო ძალიან კმაყოფილი ვისაც ანჯელა დევისი და პასუხი არის სწორი, თქვენ ხართ 1200 ლარის მფლობელი. მადლობა, კარგო, მადლობა ანჯელა დევისი. გვიშველა მაშინაც. ეხლა მომიყევით თქვენს ესე ვთქვათ აღვირა ახსნილ ცხოვრებაზე. არაფერს არ იკლებდით გართობას რაც შეეხებოდა, ხო? მატარებელი კურსირებდა თბილისის სოჭი პირდაპირ ჩვენ მაგალითად ყოველ პარასკევს ბიჭებთან ერთად დავსვდებოდით ამ მატარებელზე. ნუ ხო მთელი გრიალი ხო ქონდა დილამდე ხო იგი მატარებელში. მეკუპეები იყო მშვენიერი, მღეროდი, სვავდით ერთი ამბავი ქონდა. ნუ მოგეხსენებათ ახლა იქ რო არაფერს არ დავიკლევდით. ხო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ რომ რაღაცა სასჯელი მიიღეთ კოსმოსიდან დაავადების სახით. ხო, ეს უკვე სერიოზული ცოტა მოგვიანებით იყო, კი, აბა რა. არჩევნარ დღეს იყო დაჟდის პროგრამა ჩართული ჩემს საწინააღმდეგო, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, საერთოდ შემცვალა. შემცვალა, იმიტომ რომ იყო მაშინ ეხლა რო არის ეს პანდემია, ეს არაფერი არ იყო იმასთან შედარებით. მაშინ იყო გრიპი, მონონუკლეოზი. სადღაც ერთი თვე წარმოედგინე, რომ ეს ნავარჯიშები და ნაგრეალები ესე კაცი ვერავდექი საწოლიდან, რა ძალიან მძიმე ფორმატი იყო. რომ შემთხვევით ადამიანის ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, მათ შორის ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო კოსმიური დაჟჯა არასწორი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ეს იყო ნიშანი, რომ ჩემი ცხოვრება იყო ასევე გაუთავებელი გრიალი, ჭამასმა, დროსტარება, თან ხელოვნების მეშვეობით. მე ისე ვიმეორებდი ძველ კარმულ პროგრამას, ამიტომ ეს იყო დაჟჯა, უკვე აღარ შეიძლებოდა ამ გზით სიარული, იმიტომ რომ ევოლუციურად ჩემს განვითარებას ეს ხელს უშლიდა. დაიწყო ამ სფეროში ჩართვა, ეზოთერიკის გაცნობა, ასტროლოგიის გაცნობა. ჩემთვის იყო საინტერესო რა იცი, რომ ასტროლოგიის მეშვეობით მე ახლებურად ვშიფრავდი ამ ხალხს. თქვენ ბევრ ცნობილ ადამიანს დაეხმარეთ ალბათ. კი, ქონდა ეს მომენტები, მადლობებიც მაქვს მათგან მიღებული, იმიტომ რომ ბევრი გაერკვა საკუთარ თავში უკეთესად, და ბევრი შეთვისება ქონდა, რომელზეც პასუხი არ ქონდა, რატო, საიდან, როგორ. მეორე 200 ლარიან შეკითხვას დაგისვამთ ადამიანი, რომელიც თქვენთან კონსულტაციის გარეშე არაფერს არ აკეთებს, ნაბიჯს არ დგამს. მიხვდით ვინ არის? თუ ესეთი ალბათ არაერთია. ბევრია, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია, ძალიან ლომურია. აბა როგორ.
გასაკეთილი იყოს ჩემი ხერხი თქვენს გადაცემაში და ნუ ალბათ არ არსებობს შეკითხვა რომელზეც მას პასუხი არ ქონდეს თან მით უმეტეს ჩემთვის მით უმეტეს მარკეტში არ დადიხარ კონსულტაციისგან. არა, ნამდვილად, ხო ჩემს წელს იყო პირველი წელი ჩემს ცხოვრებაში, როცა მე პირველივე დეკემბერს არ დაბრეკე და არ ვკითხე რომ მინდა როგორი კაბა ჩავიცვე, იმიტომ რომ არ მქონდა კონცერტი, არ იყო არანაირი საშუალება გარეთ გასვლის და აბასაც ეკითხები? აუცი, არა. ხო, მაგრამ იცი რა, ხატია ისეთია. რა ფერი უნდა მეცვას ალბათ. ფერები, სტილი, გაგო. სხვათა შორის მე რო ვთხოვდებოდი პირველი ბატონმა მიხეილმა იცოდა, იმიტომ რომ მას დავეკითხე დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ტიპაჟი. კარგი. მომცა სხვათა შორის სწორი რჩევა. კი ბატონო. ლომი რო შემოდის ყოველთვის ამჩნევ. ეხლა პომპეზურობა, შემოსვლა, მანერა, ჩაცმა. ხუთიც განსაკუთრებით დიდი შემოვიტანე ხო ხედავ? ბატონო მიხეილ. ისმენ ჩემი კარგი. წელს იყო პირველი შემთხვევა, გარდა კაბისა და მთელი რიგი რიტუალებისა, თუმცა რიტუალები ჩვენ გავლილი გვაქვს და ისე მე არ შევხვედრიულ ახალწელს, რომ თქვენ პირადად ვერ გადმომეცით ის ჩემი ყველაზე ძვირფასი სახალწლო საჩუქარი, რომელსაც მაძლევთ ხოლმე, იმიტომ რომ ვერ შევხვდით ერთმანეთს. რა იყო? და ვის გამოატანეთ თუ გახსოვთ? და როგორ პარკში, იმიტომ რომ პარკს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, გავოგონდი, შოქში ჩავარდი. აი რა დეტალებს აქცევს ადამიანი ყურადღებას და ეხლა თვითონ იტყვის. არა, ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ შენც იმსახურებ ამას. ეხლა თავისთავად წელს ვერ მოხერხდა ეხლა ჩვენი მაინც სახალხო შეხვედრა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გადავეცი რა, ჩემი ასტროლოგიური კალენდარი. მოკლედ შეხვდა გვანცა კილასონია. დღეს უნდა ვნახო მითხრა და მოდი დღესვე მივუტან და ესე იგი ჩაუდე რაში აი ეს ფერი იყო ზუსტად ცელოფანი იყო რომელსაც ეწერა კრისტიან დიორი აი ამ ფერში არ ყოფილიყო ისე არდებდა და მე ხო ვიცი ახლა ლომის აღთუანებები და ძალიან მომწონს ეს მომენტები შემიძლია ამოვიღო ხუთი და აი ხო გეუბნებით მან ყველაფერი იცის თქვენ არ გჯერათ და 200 ლარი მის ხელში თქვენ ხართ 1400 ლარის მფლობელი თქვენი პირველი მეუღლე სხვათა შორის ვიცი რომ იყო ცაგარელი. კი. ეს რა იყო? დამთხოვა თუ არ მითხრათ ეხლა რომ ცოლის არა, არანაირი ნაცისაური კავშირები ვერანაირი ვერ ვიპოვეთ, იყო შეულებრივი დამთხოვა. ესეც გამოთვალეთ რაღაცნაირად? არა, მაშინ ასტროლოგია არც ვიცი. მაშინ. არა, ჯერ მაშინ არა. პირველ ცოლთან 3 წელიწადში დაშორდით. ეს რა იყო? ნუ ეს იყო პირველი ეიფორია, ხო, უფრო ვარე ახალგაზრდობაში მაგხსენებათ და ჩვენ არ ვფიქრობთ იმ დეტალებზე, რომელიც მე მოაქვს ცხოვრებას. თავიდან მე მოგწონს, აღთუანება გაქვს, რაღაც რომანტიკა, ემოციური მომენტია, უზარმაზარი, ასე ვქო, მე იწყებ ცხოვრებას, იწყება პამპერსების პერიოდი, დაუშვათ ბაზარში წასვლა, ბოტანის პერიოდი, ხელფასის 1000 დეტალი შემოდის წვრილმანი, ხო? რომელიც უკვე სხვა არა, რასაკვირველია მზად არ ვიყავი. არც მამობისთვის, თუმცა თქვენი მამო არ ვიყავი ცუდი, მაგრამ მე მაგალითად ვთვლი, რომ აი მეორე ქორწინების მერე დაუშვათ მეორე ბავშვთან მე უფრო ნამდვილი მამა ვიყავი ვიდრე პირველთან. იმიტომ რომ პირველთან ესე სწრაფად თუ დაცილდით ალბათ არც მიგიღიათ მონაწილეობა. ერთად არა, კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ შინაგანად მე ჯერ არ ვიყავი მზად. მე ხო გძნობ ახლა მე როგორი გავხდი და მაშინ როგორი ვიყავი, ხო? ამიტომაც რაღაც ასაკი უნდა კონდეს მაინც ადამიანს, რომ უკვე მზად იყოს ჭეშმარიტი მამობისთვის და თუ გინდა მეუღლეობისთვისაც კი. მეორე ქორწინებაზე რას მეტყვით? უკვე ვიყავით 33 წლის. კი, მეორე უკვე უფრო ესეთი იყო სერიოზული მიდგომის შედეგად. აი მანდ უკვე ვარსკვლავები დაგეხმარე? მანდ ყველაფერი დამეხმარა. აი თქვენ ამბობთ რომ არ იყავით მზად მამობისთვის. კი. თქვენ თვითონ მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა? ცოტა რთული. გქონდა თუ არა მამასთან მუდმივი ენერგეტიკული შეუთავსებლობა? ის იყო მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი. მე ვარ კურო. მოგეხსენებათ, კურო და მერწყული ასტროლოგიურად ეს ანტაგონისტი ნიშნები არიან. ნუ მაგალითად ის თვლიდა, რომ ასტროლოგია ეს არის ფუტურიზმი. მას ბევრი რამ არ მოწონდა. ჩემი დაუშვათ ეს ხიპარიკული ცხოვრების სული წესი, ხო ეს თანამედროვე მუსიკა, ეს ყველაფერი, ნუ ეს ანტაგონისტური მომენტები გქონდა ბევრ რამეში. ამბობ ღმერთი არსებობს, აბა დამაჭერინე. დამანახე და დავიჯერებ. მაგალითად სიყვარული არსებობს ვეკითხები. კი მეუბნება. ხელში დამაჭერინე. ფორმულაში ჩამისვი. კონტრშეკითხვა. აი ასე ვეკითხვა იყო, პასუხი რთულია. აბა ინტუიცია არსებობს? კი.
აბასადარი. მომეცი და მაყნუსინე, მაგრამ მეც ბევრი რამ შევცვალე მასში, იმიტომ რომ ცხოვრების ბოლოსკენ მან დაიწყო ფიქრი აი ამ თემებზე, რომელზეც არასოდეს არ უფიქრია, რომ მარტო ფორმულით არ ხდება, არის კიდე სამყარო უხილავი, არის ასტრალური სამყაროები. გესმით, ეს საერთოდ მისთვის ძალიან ძნელი იყო, მისთვის ასეთ რაღაცებს მიღება, მაგრამ ნელ-ნელა გრძნობდიდო რაღაცა რომ მისი მერწყულის ტვინი იწყებს ნელ-ნელა სხვა სტილშიც აზროვნებას და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი მაშინ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, პირიქით. ასეთი გულწრფელი საუბრისთვის, გულახდილი საუბრისთვის თქვენ ხართ 1600 ლარის მფლობელი. შავი მაგის თუ გჯერათ, ან მსხვერპლი თუ გამხდარ ხარ, ჯადო, როდესმე გქონია. ნუ ახლა მე მიპოვია მაგალითად არაერთხელ ჯადო. ხო, ნუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ეს ბევრს არ ჯერა, თუ გასაგები არ ჯერა. მეც არ მჯეროდა თავის დროზე, მაგრამ მე არამც თუ მჯერა, არამედ მე მონაწილეც ვიყავი ბევრი ისეთი რაღაცებისა, რითიც ჩავიხედე ამ სფეროში, იმიტომ რომ როცა იყო მოქმედებს ჯადო, ანუ შავი მაგია, მაშინ ხდება გარღვევა ადამიანის ბიოველის, იქიდან გამოაქვთ ენერგია, ადამიანი კარგავს დიდ энергიას და არის სუსტი, ესე ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესიული, არაფერი არ ხარი. ეს მე გავიარე. გავდივარ ესე მთელ ამ საექიმო ჯგუფს, რომელიც მეუბნებია რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარ, არადა ესე იგი არსებობს, მაშინ პირველად დავსვი კითხვა რომ ვარ ჯანმრთელი და ვარ ცუდად. როგორია ეს? ესე იგი არის რაღაცა სფერო, რომელიც ექიმებმა არ იციან, ხო? და ამის მერე დავინტერესდი უკვე ამით ღრმად ჩავწვდი და მივხვდი რომ არის რაღაცა, რაც მოქმედებს ადამიანზე არ ჩანს, ხელში ამას ვერ დაიჭერ, მაგრამ ამას აქვს თავისი სურნელი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, შავი მაგის სურნელს ეხლაც გნობ. აი მაგალითად შეიძლება ქუჩაში გავიარო, გოგონამ ჩამიაროს ამ ბიჭმა, მომეტორად ვიცი შავი მაგი აქვს გაკეთებული. კანს სხვა სუნიაზდის. ჩავიარო? ეს ერთი, არა, შენ არა გაქვს. მე ეს უკვე თავიდან ვეროგოსკი შემოვედი, მაშინვე ყნოს ვამაქვს საოცარი, იმიტომ რომ კურო ვარ და ამ ხრი კურო პარფიუმერების ნიშანია მოგეხსენება. და აქედან გამომდინარე. სუნამო ხო არ გიშლით ხელ? არა. საუკეთესო დამცავი არის საეკლესიო გამოლოცვა, კვეთებული, სადაც შედის ლახვის ლოცვები. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა არის სხვა საყოფაცხოვრებო დაცვითი სისტემები, რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, სანამ შავმაგიამდე არ მივა იქამდე, რომ დაიცვას თავი. რა, მაგალითად. აი თქვენ თუ არ მოგწონთ პიროვნება, ვისთანაც გიწევთ ურთიერთობა, ნუ გზნობთ, რომ ვამპირული ენერგია აქვს, ხო? ან დაუშვათ წუწუნებს, ბევრ წუწუნებს წუწუნი, ეს არის ერთ-ერთი ვამპირიზმის მაჩვენებელი ფაქტორი. კი, ენერგიას გასწევთ. რა უნდა ვქნათ ჯვარი, ხელით, ჯვარი ფეხებით. აგერ ბატონო, და ისაუბრეთ. თქვენ უკვე დაცული ხართ, ეს ერთი. მეორე, აგერ ბატონო, გწოდნიათ ესეც ძალიან კარგი. დამცავ ერთ-ერთი საშუალება. მესამე. თქვენ ერთი წუთი, თქვენ გქონდათ ჯადო? კი, როგორ არა. და რა ქენით? ვინ გაგიკეთეთ იცით? საეკლესიო გამოლოცვით. გამოლოცვით? კი, კვეთებული გამოლოცვით. სოკრატე იყო მაშინ ცხონებული მამა სოკრატე საოცარი პიროვნება, რომელიც ძალიან კარგად აკეთებდა ამ გამოლოცვებს. და როგორ მიხვდით, რომ გქონდათ თვითონ ჯადო? ცუდად იყავით და იმიტომ თუ რამე იპოვეთ? არა, ცუდად ვიყავ, მე სხვა აი ამიტომ ვამბობ, ესე მაშინ უნდა ავხსნათ. არის ჯადო დაბალი რანგის, ეს არის მაშინ, როცა სახში ვიღაცას რაღაცა შემოაქვს შელოცვილი და იმას დაგიდებს და ის მერე ის არის იმას არის, რომ პოულობენ მერე და თქვენ არ გიპოვიათ არა? არა, მე ეგეთი ფორმა მქონდა დისტანციურიზე გავნა. ეს არის მაღალი რანგის ჯადო, როცა დისტანციურად. შეუხებლად კეთდება ეს ჯადო, ან უნდა რამე შეჭამოდალი ან არა, გამეგზე, შეიძლება ეს მეთოდი იყოს გამოყენებული ჭამის მეშვეობით და შეიძლება დისტანციურად მოხდეს გარღვევა. თქვენ შემთხვევაში ეს იყო ესეთი დისტანციური? იყო დისტანციური გარღვევა. და იყო მეორე, მე კიდე გქონდა მეორეც შემთხვევაც. ჩამიყარეს რაღაცა საჭმელში, დაუშვათ და საიდან აღმოაჩინეთ? მე თვითონ ვალაპარაკე იმ გოგონას, რომელმაც ეს გააკეთა. და მაშინაც ესე ფიზიკურად ცუდად იყავით? ცუდად ვიყავი, კი. და მე უკვე როცა ესე იგი თვითონ მითხრა, რომ ჩამიყარა ეს და ხა მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ის, რომ მას უნდოდა ჩემი ცოლობა. მე არ ვაპირებდი. ხო, ამიტომ აქედან გამომდინარე უნდოდა ამის მეშვეობით, რომ როგორმე მოვეზიდე. დაამიჯერეთ ეს არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს და მოდით ნახოთ ამასთან დაკავშირებული შემდეგი შეკითხვა. კი ბატონო. დაასახელეთ იმ პირის ვინაობა, რომელმაც ჯადო გაგიკეთათ. ნუ ახლა ეს მოდი ვთქვათ ასე გამართლებული არ იქნება არანაირად, იმიტომ რომ მე ის პიროვნება უნდა ჩავაგდოთ სუდგომარეობაში, ხო?
დაგნა გაუნარე თავ შევიკავებ. კი ბატონო, თქვენ წააგებთ 200 ლარს. არ არის პრობლემა, მე მირჩევნე ეს ადამიანი დღეს კარგად იყოს, იმიტომ რომ ადამიანმა მაინც უნდა აკეთოს სიკეთე. მე მაინც გონია ჯადოს გამკეთებელს რაღაცა უბრუნდება რა, თვითონ. აუცილებლად, ამიტომ იმას ისიც ეყო, რაც მას დაუბრუნდა, ამიტომ არ არის საჭირო კიდე ჩემგან დამატებით რაღაცეების, ამიტომ მე მირჩევნია, რომ ეს ჩვენი ნოუ-ჰაუ იყოს. მოკლედ თქვენ წააგეთ 200 ლარი და ახლა გაქვთ 1400 ლარი. კი ბატონო. კითხავთან თუ ხართ ნამყოფი? ყველანაირ ეზოთერიკოსთან ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მაინტერესებდა რა არის და რა არის სიმართლესთან ახლო და რამდენად. მინახავს კარგი მკითხავიც, მინახავს ცუდი მკითხავიც. მკითხაობას აქვს თავისი ძალა, მაშინ თუ ის პროფესიონალის ხელშია. თილისმებს თუ ატარებთ? თილისმები არ არის ეს რაც მიკეთია. თილისმებია ყველა. თავისთავად. გიცავთ? გარკვეულწილად კი. ეს თქვენ გააკეთებინეთ სპეციალურად თუ რის მიხედვით? არა, ეს ტიბეტიდან არის ზოგიერთ ჩამოსული, ეს არის თავარანგელოს მიხეილის ბეჭედი და დაცვა. და რაც მაგას ატარებთ, გრძნობთ რაიმე დაცულობას? რასაკვირველია, დარტყმები ისეთი ძლიერია, გაცილებით მეტად მოხდებოდა მე, რომ არა ეს. ამ უარყოფითი ენერგეტიკისგან გიცავთ ზოგადად. ჩემგან? თქვენგან მოდის შვენერი ენერგია არა, მართლა მაინტერესებს. მართლა ვამბობ. ძალიან კარგი ენერგია, უბრალოდ გაქვთ მომენტები, როდესაც ცოტა ეს ენერგია იცვლება, გაქვთ მომენტები, როცა კარგად ხართ. იცვლება საით მიმართ? აი მე რომ მღეროდი მშვენი ენერგეტიკა მოდიოდა თქვენგან. ეხლაც მოდის გადასარევებს ყინვალ ენერგია, მაგრამ არის მომენტები, როცა რაღაცაზე უცებ შეწუხდები. ხო, რაზე შეწუხდები? არ ვიცი. აი რას გრძნობთ? მაინტერესებს თქვენი. გრძნობ ერთ რამეს, რომ აი სხვადასხვა ესეთ თავისუფალ ჯდომით პოზაში ხარ უფრო ბედნიერი. ვიდრე ჩვეულებრივად რომ დაждები. ხო, ეს უფრო ჩემი. ხო, აი მაგას გრძნობ და მოდის სხვა ენერგია ამ დროს. შენია თავისუფლება გიყვარს. კი. ხო და ამაშია საქმე. შეზღუდვას ვერ იტან. ეს გაბნევთ. არა, პირიქით, მე ძალიან მომწონს. ზოგადად ქალებთან ურთიერთობა მაინტერესებს თქვენი. მაგალითად რა? აი მათ მოსახიბლად თილისმებს თუ იყენებთ. თავარი კოზირი არის ტვინი. ანუ ინტელექტუალური მონაცემები. ეს რა თქმა უნდა უკვე მერე, როცა გაიცნობ, აი მანამდე. არა, თავიდან ელემენტარული რამ უნდა კონდეს, ის რაც ქალს თავიდან მოწონს, ხო? კარგად უნდა გეცვას, უნდა იყოს დასუფთავებული, დაფიწყინებული, კარგი სუნამო უნდა გესხოს შენს. და უნდა კონდეს შესაბამისი ტონალობა. პირველი და ის რა არის? ტაშტის ხმით არ უნდა ელაპარაკო ქალს, მოგეხსენებათ, ხო? არსებობს ერთი სახალისო ისტორია თქვენ სექსუალურ თავზე. ზოგჯერ ვეჭხობები ხოლმე აი ტელევიზიაშიც კი როცა უნდათ რომ ეს თავი არ პრიალებდეს და დამიფარონ მაქსიმალურად და დაგიპუდრონ. ხო და ამბობენ რატო კაცო რატო ეს სექსუალური თავია იყოს იპრიალოს. ეს იყო ეს ისტორია როდესაც მე მყავდა ერთი მეზობელი შეწუხებული. მე უკვე 3 წელი არც ქალი არაფერი ხო ხედა ბოუჟი გავხდიო უკვე სვავო და რა დღეში ვარო რა ჩავარნელი ვარ საერთოდ და რაღაცა ეკნებ მასწავლო. ეხლა რა გინდა უთხრა ცხელა ამას უყურებ კიდე მეტად ცხელა იმიტომ რომ სუთმებში საშინა დღეშია და ეხლა არც არ ვიცი რა ხდება ზევიდა რაღაცამ დამარტყა და უცებ მეუბნები კაცო ჩემ თავს უყურებ კიო მეუბნება ხო პრიალებს კარგად კი პრიალებსო ამას რა ქვია იცი? ამას ქვია სექსუალური თავი. ამიტომაც ვიზიდავ მეუთხარი ქალებს. ანუ სექსუალური. ესე იგი რა უნდა ქნა შენ ხვდები ახლა? კიო, მე მგონიო თვალები გაუწყინდა, ისე მეც უნდა გავიპარსო, გადავიპარსო. კი, მეუთხარი, კარგად უნდა პრიალებდეს რომ მიიზიდო. გააკეთე რაც გითხარი და აბა შენიცი და ბედნიერი ვიყავი რომ დავშორდი. დამავიწყდა ეს ისტორია. წავედი მე ზღვაზე, იქ დავისვენეთ, ჩამოვედით სექტემბერში მოვდივარ და ხედავ რომ ეზოს ბოლოს პროჟექტორი ანათებს დღისით მზისით. თავი უფრი. მანქანა არ არის რა ხდება დგას ეს პიროვნება მეგობრებთან ერთად და დამინახა გამოკანდა თავი ხო გადაპარსვი მაგრამ მე ესეთი ნათება ჯერ არ მინახავს მინდა გითხრა ეს არ იყო ჩვეულებრივი რაღაცა სხვა იყო და მოვიდა გადამკოცდა მეფერა ვალში ვარ შეტოვი რა ხდება მე ქალებშიც ეშველა? აუ რას ამბობ ხო გადაიპარსო იტალიური სპეციალური ვიშოვე საცხო ეს ვიცხობ ამას უკიდე თავზე ვიკეთებო და ესო საცხიო ურმაგად აძლიერებს ამასო შენთვისაც მეთქრე მე არ მინდა შენ ერთ გაჭურებულს რო ნახავ იმას მიეცი კარგიო და მეთქრე მთავარი რა რას ამბობ ორი ქალი მყავს უკვე ერთი კი არაო შენ რომ ასწავლე იმას წყალი არ გაუაო და ბედნიერი კაცი გაპარსული კარგად ჩაცმული აღარ ცვაო არაფერიო ბედნიერი კაცი ვარ
აიღო ესეთ შემთხვევა, კი. ძალიან საინტერესო. ეს არის სექსუალური თავი. ბატონო მიხეილ, მოდი დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც თქვენ დაიწყეთ ასტროლოგიური მოღვაწეობა და ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, ხო? კი. როგორ არა? ხო, რას მომყვა? მომრავი, ძალიან რთული იყო, შემოკარგვა, იმიტომ რომ ეხლა ახალი ასტროლოგები რომ მოდიან, მათთვის უკვე გზა ასე თუ ისე გაკვალულია, კი. იმიტომ რომ მაშინ იყო ძალიან რთული, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც არავინ არ იცოდა ეს ასტროლოგია რა არის, მეუბნებოდნენ რომ მე უნდა წავიდე, ვილოცო, მოვინანიო და ამ შემდგომ ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ანუ ეს ცოდვად ხო, რასაკვირველია, მაშინ მე თვითონ ეს იყო ძალიან ცოტა ეკლესიური აღზევება საქართველოში, როცა დამთავრდა ეს კომუნისტების დრო და ძალიან ესე ვთქვათ ილაშქრებდნენ ამის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობდი ყოველთვის მშვიდობიანად ყოველგვარი მუშტებით აგრესიით. ერთი სერიოზული ინციდენტი იყო პროკურორის შვილთან დაკავშირებით. კი. აბა მომიყევი. ეს იყო ეს მომენტი, როცა დიდუბეში სწორად მივდიოდი ჩემთვის და ამ დროს ჯგუფი იყო ცოტა ნასვამი ახალგაზრდებისა, ერთ-ერთი იყო პროკურორის შვილი, რომელმაც იარაღი ამოიღო, მომადო ესე და ნუ ყოველ შემთხვევაში არაფრის გამო აბსოლუტურად არც რეალურად არც დამიშავები არაფერი, არც გვილაპარაკი არაფერზე, უბრალოდ აი არ მოვწონდი, არ მოვეწონე რაღაცა. თქვენი საქმიანობის გამო? ყველაფრის გამო, ალბათ სახელზე წარმოეწონე, საქმიანობის გამოც ალბათ კაცშვილი ვერ გაიგებდა რატო. ხო არიან ესეთ შარიანები, ხო? ხო და ნუ მოკლედ დიდი, ნუ მოდი ასე ვთქვათ, უფალმა გადამარჩინა. იქ აფი არ გადაგარჩენდა ამ შემთხვევაში. უფალმა გამაკეთებინა ის, რომ მე დავიწყე ღრმას უნდქვა, დამშვიდი, არ დავპანიკდი, აგრესიაში არ გადავიდე, თორე ჩამკოლავდი იქვე, რაზეა ლაპარაკი და მე როგორც გავიგე უკვე მერე ეს ინციდენტი გახმოვდა მერე ეგ ბიჭებში, მერე გავიგე რომ მართლაც იმას კიდე ვიღაცები ყავდა ეგ დაჭრილი და მოკლული და რაღაცები და ყველა იმიდან გამოყავდა მამამის. და ყველაფერს გამკეთებელი იყო მართლა. მოდით ნახოთ შემდეგი შეკითხვა. დაასახელეთ პროკურორის ვინაობა, რომლის შვილმაც იარაღი დაგიმიზნა. ჩერტი არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ის უკვე ცოცხალი არ არის, მრავალი წელია და ჩემი მხრიდანაც ახლა არ იქნება ეს სწორი გამოსავალი, რომ მე ახლა ის დავასახელო, მე უკვე იქ შვილიშვილები, ქვეყანა წამოსული და ხა მე ის გვარი რო ვახსენო, ამას მოყვება დიდი. აკი გულახდილად ვისაუბრებ შენ? არა, მესმის, მაგრამ არის მომენტები ეკა, როდესაც შეიძლება ვიღაცა დააზარალო, ხო? გულახდილი საუბარი კარგია მაშინ, როცა ვიღაცას არ ვნედ. თუ ვიღაცა დაზარალდა ამის შედეგად რა აზრი აქვს იმ საუბარს? ის უკვე უარყოფითი ენერგიის საუბარია. მიხდი? კი ბატონო, მაშინ თქვენ წააგებთ ყველას. არ არის. თქვენ ხართ გარანტირებული 1200 ლარის მფლობელი. დიდი მადლობა. თქვენ იყავით ინდოეთში? დიახ. და ოშოს სკოლა გაიარეთ. კი. ძალიან საინტერესო იქნება ამაზე. მისი მოსწავლე ვიყავი, მინდა გითხრათ და უბედნიერესი წლები იყო ეს. მაშინ მე პირველად ვიგრძენი რა არის ტრანსი. ეს არის ის მდგომარეობა, როცა ფაქტობრივად ადამიანი იყოფება ამ სამყაროს და იმ სამყაროებს შორის. აი თქვენ სად გიმოგზაურეთ? მე მქონდა ცოტა სხვანაირი დონის მედიტაციური ტრანსი, მათ შორის მაგალითად არსებობს ეგრეთ წოდებული ტანტრა სექსი. ტანტრა სექსი ეს აუცილებლად ითხოვს ტრანსულ მდგომარეობაში ჩავარდნას ადამიანისა. და ეს არის ძალიან ძლიერი ერთ-ერთი უძლიერესი მედიტაცია, რომელიც საქართველოში ალბათ ცოტა ვინმე მიცის, მაგრამ იქ ეს გამოიყენებოდა, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ შინაგანი ენერგიის ტრანსფორმაციისათვის ერთ-ერთი და საერთოდ საუკეთესო სამკურნალო საშუალება იყო. არა, მაინტერესებს ახლა ერთი წუთი ეს ფიზიკურად როგორ ხდება ამ დროს? ზიხარ? ფიზიკურად იქ არის ჯგუფი ქალებისა. ხდება, კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს წყვილს შორის ხდება და იქ ხდება არჩევა. ხო, ამ არჩევას უნდა ცოდნა, აი რა არჩევის რას ნიშნავს, რომ რამდენად ის ენერგეტიკულად შენი პარტნიორია. ანუ ქალს ირჩევ ამ დროს? რასაკვირველია, აუცილებლად შერჩევა ხდება როგორ? შერჩევა ხდება, ესე იგი, ქალის მარცხენა მკერდის არეში ხელს ადებ და გრძნობ პულსაციას. თუ ის პულსაცია თანაბარი გაქვს და ერთნაირი აბსოლუტურად ეს შენი პარტნიორია. გულისცემის. მაშინ ხო პირველად მე რომ ეგ მითხრეს, რაღაც არ დავიჯერე, მე ვთხარ რომ შეიძლება ბევრი იყოს ესეთი. არაო, შენსაც დაიჭერო, შენ რომელი იქნებაო ზუსტად. თუ მართლა ვიგრძენი არითმიები. აი ის მის გულის ხოცგერს ჩემიც, მაგრამ არითმიები იყო. და ვიპოვე ერთ-ერთი, რომელიც ზუსტად ჩემსავით გერდა. ხო. აი მაგრამ ის ხდება უკვე თქვენი ვთქვათ სექსუალური პარტნიორი. ოღონდ ესე დისტანციურად? არა, დისტანციურად არ ხდება, ხდება უშუალო კონტაქტი, ოღონდ
თვით მოდით ესე ვთქვათ, თვით პროცესი ბოლომდე ისეთი არა, როგორც ჩვენას გვესმის. ქალის მისია აქ არის რა, მხოლოდ მამაკაცის მოფერება. ოღონდ ახლა რა ხდება? მამაკაც უკან უდგას სოსტატი. ჯოხით. ძელი ჯოხით, აბა, თელი სისტემა აქვს. რატო? იმიტომ რომ ერთი წუთი, ქალი უნდა მოგეწონოს თუ მარტო პულსაციაზე? არა, პულსაციის გზნობრო ეს არის. ქალი არ უნდა იყოს? არა, დანარჩენს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კაი ქალები იყოს, ხო ჩვენს მინდა გითხრათ. ეს ჯოხით? ჯოხი ახლა უკან დგას, ოსტატი ეს პირველი არის ძალიან სერიოზული დისკომფორტი. ახლა რა შეესაქმე? უკაცრად მეცინება. არა, გაგეცინება, იმიტომ რომ მართლა ისეთია, თავიდან ახლა რო უსმენ, ცოტა სხვანაირად ჟღერს. იმიტომ რომ ახლა უყურე ის ქალი გეფერება, უკან გიდგას კაცი თავში ჯოხი. ქალი გეფერება, იმან უნდა აღზნება გამოიწვიოს შენში. რომ აღზნების პროცესში სექსუალური ენერგია იწყებს გადატრიალებას ადამიანში, ხო? და ეს ძალიან ძლიერი ენერგია, ეს არის კუნდალინი ენერგია ზუსტად, სექსუალური ენერგია. გეფერება რამე სხვა მეთოდით თუ? არა, ჩვეულებრივად. ის ჯოხიანი. ის ჯოხიანი უკან დგას და ახლა წარმოგიდგენ რა მდგომარეობა გაქვს, შენ ახლა შენი გაგჭირვებია, ხო? ქალს შენ უნდა თავი შეიკავო? შენ არა, საქმე რაშია? შენ უნდა აკონტროლო ტვინი და იმ ენერგიის აღზნებასთან ერთად ტვინი არ უნდა გაიქცეს იმ აღზნებას. ის აღზნების ენერგია შენი ტვინის ენერგიით უნდა ამოიტანოს ზედა ჩაკრაში, ზედა ენერგეტიკულ ცენტრში, რომელიც აი აქ ხერხემალში გადის. და აქედან ის ჯოხიანი რისთვის დგას იქ, ზუსტად იმისთვის დგას, რომ ის შემოდის კონტაქტში შენს გონებასთან, როგორც კი შენი გონება გადადის სხვაზე, ან ქალზე, ან სხვა აზრზე, ის მომენტალურად ოდნავ ჯოხით წაგარტყავს და გეუბნება დაბრუნდი აქ, კუნდალინის ენერგიას დაუბრუნდი. რათა სწორედ აწიო ეს. გადაადგილებს ზედა ჩაკრაში, მაშინ უკვე გეწყება სხვა სამყაროში გადასვლა, ასტრალურ დონეზე გადადიხარ. ეს ქალი საერთოდ აღარ გახსოვს მერე. მერე გადადიხარ სხვა დონეზე, რომელიც არის, როგორ გითხრა, აი, საოცარი ფაქტობრივად არის ორგაზმი ქალის გარეშე. მაგრამ არის ნამდვილი ორგაზმი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 9 საათი, 1 საათი. ქალი გჭირდება აღზნებისთვის და მე აღარ გჭირდება ფაქტობრივად, მაგრამ აი ეს ორგაზმი, რაც ჩვენ ქალთან ვიცი და რომელიც არის წამების განმავლობაში, ხო? ის გრძელდება? ის შეგვიძლია გაიგრძელოთ ვინა 9 დღე. და ის არის სასწაული, ის არის ფრენა. ის არის, ну, რა გითხრა, ხა ჩვენი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელია. ქალიც იგივეს განიცდის მაგ დროს თუ ქალი უბრალოდ იარაღია, რომელიც ქალი ამ შემთხვევაში იყენება როგორც ქალი მაგას ვერ იზამს. არა, ქალს შეუძლია იგივე გააკეთოს, ოღონდ მაშინ ქალი უნდა იყოს აი ჩემს ადგილას და ის ჯოხიანი კაცი უკვე ჯოხიანი კაცის წინ ქალი. ეს კალთან იმათ ცალკე აქვს ეს ტექნიკა. კი, ეს ძალიან ჩვენი ხალხისთვის ეს ცოტა რთული წარმოსადგენია, მინდა გითხრათ და შეიძლება სასაცილოც იყოს და მე სატირალის იყოს. არა, მართლა ვამბობ, იმიტომ რომ მე თვითონ ჩავარდი. თავიდან რომ ჩავარდი, მე თვითონ ჩავარდი, ძიმა მდგომარეობით ვერ მივხვდი რა უკნა გაწო აკეტეს მაწვება, ეს ქალის ენერგია, ეკიტის ჯოხიანი იქიდან მირტყავს. მე თვითონ ჩავარდი ძალიან ძიმა მდგომარეობაში, მაგრამ სადღაც მე-5 მე-6 სეანსზე უკვე ვიგრძენი, რომ აქ რაღაც სხვა ენერგიები დატრია, უკვე მე დავაკავშირდა ეს ენერგია. თავიდან მჭირდება ეს. აი რომ ისწავლეთ მე თქვენს მეუღლესთან ვერც. არა, მე იმანაც უნდა იცოდეს. აბარა. თუ ჯოხიანი კაცი. არა, ჯოხიანი აღარ მჭირდებოდა უკვე მე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იცით რა, ამის მერე სხვანაირი ხარ. ამის მერე შინაგანათაც იცვლები, ენერგიები გეცვლება, უფრო მშვიდი ხდები. იცით როგორი მომენტია, რომ ფლობ უფრო საკუთარ თავს და მერე იცი რა არის სექსუალური ენერგია. და მართლაც მაშინ პირველი ეს განცდები იყო რაღაც არნახული ჩემთვის და მაგის მიღწევა ოღონდ სასწაული. არა, იმის მერე საშუალო რაღაც პერიოდი მეცინებოდა ძალიან აკრო ჩამოვედი და აკრო ავეს ჩვეულებრივ სექსზე რო იყო ლაპარაკი, ნუ ახლა ის არის სხვა, სუღრმა, ის აკრო ნატრულობენ და თავს იკლავენ რაღაცა 9 წუთიანი სიამოვნება მიიღონ, იქ ხალხი შეიძლება 1 საათი იყოს ამ ეიფორიაში და უფრო ძლიერში. ყოველგვარი იმის გარეშე, მთავარია ისწავლო ეს ტექნიკა. მოდით გადავიდეთ ჩვენს ყვითელ ყუთებზე. გადავიდეთ. თუ თქვენ გაგვიმხელთ ცხოვრებისეულ საიდუმლოს აქამდე დაფარულს, რომელიც ამ ყუთშია მოთავსებული, თქვენ საკმაოდ სოლიდური თანხის ფლობელი გახდებით. თუმცა შეგიძლიათ თავი აარიდოთ ამ თემაზე საუბარს და მაშინ მოგიწევთ ჩვენი დავალების შესრულება, რომელიც მეორე ყუთშია მოთავსებული. ბატონო მიხეილ, ეს ეხება საკმაოდ მისტიურ და არაამქვეყნიურ თემას. მე ამ თემაზე საუბარში გადაგიხდით 3000 ლარს.
მისტიურ თემას ეხება. რომელიც ინდოეთში გადაგხდათ. მაშინ მოდით ასე ვთქვათ, რადგან მე გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ასტროლოგიურად ვყავს თევზების მე-12 სახლში, ეს სახლი კი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დაფაროს საიდუმლო და არ გათქვა, თუ არ გინდა ყველაფერი გულმა წაგივიდეს. ამიტომ მე ამ პოსტულატის დამიხედვით სარგებლობ და ვფარავ საიდუმლოს. 3500 ლარად გამიმხელთ ამ საიდუმლოს. არა, ვერ გავამხელ, ეს საიდუმლოა. თქვენ ხვდებით რაზეა საუბარი? კი. არ ღირს ამის 4000 რომ შემოგთავაზოთ. არა, ჩემო კარგო, ნუ ვივაჭრებთ. არის რაღაცა ისეთები, რაც უნდა დარჩეს საიდუმლოდ. თქვენი ნება თავი ავარიდოთ ამ თემაზე საუბარს და მაშინ თქვენ უნდა გახსნათ მეორე ყვითელი ყუთი, რომელშიც დავალება ამოთავსებული. ბენზინ გასამართ სადგურზე ერთი დღით შეითავსეთ საწვავის ჩამსხმელის მოვალეობა. ხომარჯობდა პასუხი გაგეცათ. არა. მძღოლებო მობრძანდით, ვისაუბროთ, მეც მეცდები რომ რაღაცა თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გაგცეთ. თან ბენზინსაც ჩავასხავთ და მე მგონი ყველა ვიქნებით კმაყოფილი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში. მონაწილეობისთვის მე კი მაყურებელს ვემშვიდობები მომავალ ხუთშაბათამდე. ამას მე მაინტერესებს, ამას უნდა დაეჭიროს მე ხელი რო წავიდეს და თავისით ჩერდება შეგნით? ავტომატურად კი, ჩერდება პისტოლეტში. ანუ რომ დავაჭერს, მითქვა, ხრასtildeები რო ჩამოვარდეს. ჩადებ. უჯერ ჩაკეტავ. აჰა. აი ამასაც ცოდნა უნდა რა. დავუშვათ გეონება 30 ლიტრა მინდა პრემიუმი. მსახურებით კლიენტს բոլოს ვეუბნებით მადლობ კეთილი გზავრობა. ისეთ საინტერესოა, ეს ყველას გამღები ერთნაირია? არა. აი ეგეც ამასაც ცოდნა, უნდა გააღო. კი, რა თქმა უნდა. აქ არ ჩავიჯრა ეხლა მე პრობლემები არ დამეწყო. მე თქვენს გვერდით ვიქნები, დაგეხმარებით. თქვენ იმედი მაქვს, როგორც თევზების ზოდიაქოს ნიშნისა, რომ ეს ყველაზე გულკეთილია და მზად არის ყოველთვის დახმარებისთვის. დაგეხმარებით აუცილებლად. მადლობა. როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? რა ნიშანი ხარ ზოდიაქოთი? საკვები გიყვართ, უკვე ვატყობ, კირშხები ხართ? დღისკა. დღისკა, კარგია. რას ფასხავთ და რამდენს? ფასხავთ. დამაფიეთ უყვა საფერი ნახვით. პრემიუმს. არი დერვიულოთ. ეხლა კიდე რაღაცა უნდა მოგცეთ საჩუქარი ჩემგან. ეს კას ეხლა გადასარევი პერიოდი დაგეწყოთ. ეხლა ენერგოტონუსი მოიმატებს თქვენი და იღბლიანობაც გაიზრდება. აბა ეხლა რას ვასხავთ? პრემიუმი 20 ლარი. აბა, დიდი მადლობა. კეთილი მგზავრობა და წარმატებები. მადლობთ. წლის მეორე ნახევარში მფარველი ანგელოზი გადმოდის თქვენ ზოდიაქოში. მოემზადეთ სასიკეთო ცვლილებებისთვის. აბა, ბედნიერად. მოდის. კიდევ გამარჯობათ. მოგესალმებით. როგორ გეკითხოთ? მშვიდობაა თქვენსკენ? მადლობა, თავად როგორი? მადლობთ უძლებთ ცხოვრებას და პანდემიას რო იტყვიან. რას ვასხავთ? სუპერი ბენზინი გვინდა 100 ლარი. რით ვასხავთ? კეშთ. აბა, ჯერდებ თამაში და მერე ასე, ხო სწორია? წავიდა. როგორია? მიხდება ეგ საქმე? თუ როგორა? როგორ ატყობთ? ერთ 3 დღე რომ მოხვიდე ჩემთან პრაქტიკაზე. პატარა გაივარჯიშო, თო მორჩა, ვეტე არაფერი არ უნდა ამბობს. ახო, აბა რა გვინდა ხა მითხარით რას ვასხავთ? ზოდიაქოთი რა უწევს დღეს? ზოდიაქოთი რა უწევს, რა ჩავასხავ? არა, შე რამდენი გინდა თორე მე რა უწევს მე რო გითხრა შე რა გიშველის მაგი. პრემიუმი გვინდა 30 ლარი. პრემიუმი 30, რით ვასხავთ? კეშით. გარანტი გადავი. მე დავშე რამდენი გასია. დაემშვიდობეთ და მადლობა, მაესტრო. აბა ბედნიერი დღე, ბედნიერი გზა. მადლობა დიდი. მოგესალმებით გეთავა.
როგორ ზამდები? არჯობდა კითხვაზე გეპასუხა. არჯობდა, ძალიან კარგად გავიცანე, ნიუანსები ვნახე, ისე დეტალები მე არ ვიცოდი, ამდენი რამე თუ იყო. რამის ხამ? აბა რას ვიზავ? აბა, ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებები, აბა თქვენც. დამთავრდა დღე, ჩვენს მინდა გითხრათ, საკმაოდ დავალელი იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან საინტერესო. ეს დავალება მე მგონი მე პირველად შევასრულე და დიდი გამოცდილებად შევიძინე. და ყოველ შემთხვევაში კიდევ მეტად დავაფასე ამ ადამიანების შრომა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, თქვენს ტელემაყურებელს, თქვენს ტელეკომპანიას, ყვითელ ყუთს ამ კიდევ ერთი კარგი გამოცდილებისათვის და მე გისურვებთ ყოველივე კარგს, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. You